გამარჯობათ. ვაგრძელებთ გოს ამოცანების გარჩევას. დღევანდელი საუბრის თემა იქნება დამატყუებელი, ანუ სწორი ატარი. ისევე როგორც ჭადრაკში ხდება, ზოგჯერ გამოაცხადებთ ქიშს, მაგრამ შეიძლება ისეთი მხრიდან გამოგვეცხადებინა, რომელსაც მოხვდება შამათი. მაგრამ შეიძლება ისეთნაირი ქიში გამოაცხადოთ, რომ მოწინააღმდეგის მეფე გაიქცეს. მსგავსი რამ ხდება გოშიც. აი დავაკვირდეთ ამ პოზიციას. თუ შავები აქედან გამოუცხადებენ ატარის, აი ამ ორ ქვას, თეთრებს აქვთ აქ გადადმის წერტილი და მათი ჯგუფი გადაება ერთმანეთს და გაძლიერდა. მაგრამ თუ გამოცხადდება ატარი აი ამ პუნქტიდან, თეთრები უკვე ვეღარსად გაიქცევიან და თეთრების ჯგუფი, თეთრების აი ეს სამი ქვა ხვდება, მოკლულია. გადავიდეთ ასეთ პოზიციაზე. მეგობრებო, ეს ძალიან მარტივია. აქ ცხადია, რომ აქედან თუ გამოაცხადებენ ატარის, თეთრების ორი ქვა ვეღარსად გაიქცევა, ხვდება. ეს სამი ქვა ხვდება. მაგრამ ეს მოყვავს იმისათვის, რომ ხშირად დამწყებები აი აქედან აცხადებენ ატარის. მათ გონიათ, რომ აი აქ მოკლავენ. მაგრამ ჯერ ეს ერთი აქ თამაში არ შეიძლება, მათი ქვა ხვდება. შავების ქვა ხვდება. მეორეც თეთრები თუ ითამაშებენ აი K1 პუნქტში, ისინი ახერხებენ ირიბ გადაბმას აი ამ ქვასთან. მათ შეიძლება შემდეგ სვაზე ან აქედან გადაებან. გადავიდეთ შემდეგ პოზიციაზე. აი აქაც დააკვირდით ყურადღებით. ცხადია, თუ შავები აქედან გამოუცხადებენ ატარის, კაცრავად პოზიცია ასეთია. ამ სამ ქვას უცხადებენ ატარის. მაგრამ თეთრები გაიქცევიან ამ შემთხვევაში და გაუჩნდებათ სამი დამე. შემდეგ შეიძლება შეუერთდნენ იქეთ თავიანთ. აი ეს არის სწორი ატარი, 1, 2, 3 ქვა უკვე ვეღარსად გაიქცევა, თუ თეთრები აქ ითამაშებენ, 4-ვე ქვა მოკლულია. ეხლა ვნახოთ აი ეს მაგალითი. ასეთი პოზიცია. იგივე თუ შავები აქედან გამოაცხადებენ ატარის, თეთრების ქვას, თეთრები გაიქცევიან. შეიძლება შემდეგ შეუერთდნენ კიდეც თავიანთ ჯგუფს. მაგრამ თუ ატარის გამოაცხადებენ შავები აქედან, თეთრები ვეღარსად გაიქცევიან თეთრების, ხო? ხვდება. ეს ორი ქვა ხვდება. ნახოთ შემდეგი ამოცანა. შემდეგი მაგალითი. აი აქ ეს პოზიცია მსგავსია ერთ-ერთი წინა განხილულის. რა თქმა უნდა, სწორი ატარი არის აი აქ. თეთრები ვეღარსად გაიქცევიან. იოლად მოკვდება თეთრების ჯგუფი. აქედან ატარის გამოცხადება, აი ერთი პუნქტი რჩება, ჯერ ერთი გადაბმა ხდება. მეორე რომ აქ თამაში არ შეიძლება, შავების ქვა მოკვდება. შემდეგი პოზიცია. დავაკვირდეთ. შავებს შეუძლიათ ატარი გამოაცხადონ აი ამ პუნქტიდან. მაგრამ ეს გამოცხადებული ატარი არ ვარგა. ცუდია, იმიტომ რომ თეთრების სამი ქვა, რომელიც თითქოს და უკვე დატყვევებული იყო, გადაებნება დანარჩენს და გაძლიერდება. ამიტომ ატარი უნდა გამოცხადებულიყო აი აქედან და თეთრები უკვე ერთი დამი აქვს ვეღარსად გაიქცევიან. თუ ასე, მაშინ ასე და თეთრების 4 ქვა მოკლულია. და ერთი მაგალითიც ნახოთ. სწორი ატარი არის აი აქედან
და თეთრების აი ეს 3 ქვა ვეღარსად გაიქცევა. თუ ასე, მაშინ ასე და თეთრების 4-ვე ქვა გვდება. თუ შავები შეუტევდნენ აქედან, დააკვირდით რა როგორ რთული გაგრძელებები მოყვება, თეთრები ითამაშებენ აი ამ პუნქტში და შავების ქვა მოხდება ატარიში. შავები იძულებული არიან დაიცვან. ამის შემდეგ თეთრებს შეუძლიათ აი ასეთი სვლა გააკეთონ და თავად შავების 2 ქვა ხდება ატარიში. თუ შავები აქ დაიცავენ, თეთრებს ახლა შეუძლიათ აი ასეთი სვლა გააკეთონ და აი ეს ქვა მოაქციონ ატარიში. თუ შავები აქ დაიცავენ, დააკვირდით, აი აქ არის ასეთი სვლა და შავების 1, 2, 3, 4 ქვა გვდება ეს ამ სვლის შემდეგ. 1, 2, 3, 5 ქვა უკვე მოკლია. მაშასე ამ თემისათვის მე მგონი საკმარისია. მადლობა ყურადღებისათვის.